შემოგვიერთდა პედიატრი ქალბატონი ნინო თოთაძე. შევიტყობთ სეზონური ვირუსული ინფექციების შესახებ და ასევე ვისაუბრებთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება კანის ისეთ ინფექციურ პარაზიტულ დაავადებას, როგორც არის მუნი. დილამშვიდობის ქალბატონი ნინო, მადლობა მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. სანამ მუნზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ვისაუბროთ სეზონურ ინფექციებზე, რომელი არის უფრო გავრცელებული ამ ეტაპზე, ვთქვათ და ასევე რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მშობლები ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ახლა უკვე იმ სეზონის პერიოდში ვართ, ესე რომ ვთქვათ, როცა რესპირატორული ვირუსული ინფექციების გავრცელების სეზონი, ასე თუ ის აქტუალურ ფაზაშია, ბუნებრივია, ამას ხელს უწყობს უკვე ტემპერატურის დაცემაც, თავშეყრის ადგილებში, უკვე დახურულ სივრცეებში უფრო მეტი დროს გატარება. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, ხელშემწყობი ფაქტორია, ასე თუ ისე სამწუხაროდ. თუმცა ამას უკვე მაინც მოსახლეობა შეჩვეულია, იმიტომ რომ ეს სეზონურობისთვის დამახასიათებელი ეტაპია. რა თქმა უნდა, ახლა სხვადასხვა ვირუსების ცირკულირება ხდება ბუნებრივია, რომელიც მიმდინარეობა მაინც ძირითადად მაინც 3-5 დღით და შეიძლება 7 დღითაც შემოიფარგლებოდეს. ბუნებრივია, თამდევი აქ შემთხვევაში შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, წყალში გაჭედილობა, ტემპერატურის მატებაც და სხვა სიმპტომები, რომელსაც ასე ვიცნობთ, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოკლედ შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით უთხრათ მშობლებს, რომ აუცილებელია და მნიშვნელოვანია და პირველ რიგში, რომ ეს ავადობა არ არის განსაკუთრებულად ესე რომ ვთქვათ, ყურადსაღები რა თქმა უნდა არის, მაგრამ არასანერვიულო, იმიტომ რომ ვირუსული ინფექციების გადატანა მოუწევთ ბავშვებს წლის განმავლობაში რამდენჯერმე და ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ სასურველია რომ არ მოხდეს მისი გართულება ბაქტერიული ფლორით, რომელიც შესაბამისად გართულებულ პროცესს გვიქმნის. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ცოტა ალბათ ეხა უკვე მაინც დაგვიანებულია, თუმცა აუცილებელია და მე კიდე ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ გარდა ამ ვირუსებისა, გრიპთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი კიდე უფრო მეტად პრობლემატური საკითხია და ალბათ მაინც მივესალმები იმ საკითხს, თუ კი იმუნიზაციის პროცესს მიმართავენ მის საწინააღმდეგოდ, ესე რომ ვთქვათ, განსაკუთრებით ბავშვებშიც, ორსულებშიც და ასე შემდეგ, განსაკუთრებით იმ უწყლო ჯგუფებში, რომლებიც ძირითადად განსაკუთრებულად საჭიროებენ ამას, როგორც ასაკობრივ ადამიანებში იმუნოდეფიციტის დროს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალბათ ჩამოთვლი ისე ნიშნებს, როდესაც ვთქვათ, ბავშვი თუ კი ამ ვირუსების მიმდინარეობის შემთხვევაში თუ კი აქტიურია, აქვს ჭამის მიირთმევს, ღებულობს სითხეს, განსაკუთრებულად წყალს ამ შემთხვევაში აქტიურია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაქვს სანერვიულო, მაგრამ თუ კი ვთქვათ, ტემპერატურის აწევა ხდება ისე, რომ მას დამწევების საშუალებით, რომელიც უკვე ვთქვათ, აპრობირებულია მოსახლეობაში, ვერ ხდება, განსაკუთრებით საღამოს საათებში, თუ კი ვთქვათ, ბავშვი თავს ანებებს კვებას, შესაბამისად მივარდნილი ან თქვა ძილიანობისკენ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია და განსაკუთრებით კიდევ უფრო ჩვილი ასაკის ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომ ყოველთვის მიმართვიანობა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მალე ექიმთან. პედიატრთან ვიზიტი აუცილებელია, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. რაც შეეხება უკვე შემდგომ ეტაპს კვლევების, ასე ვთქვათ, რომ არ გართულდეს იგივე ბაქტერიული კუთხით, ხოლმე რა კვლევები უნდა ჩაუტაროს მშობელმა? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველი ალბათ მე მაინც ესე ვიტყოდი და შემოვიფარგლებოდი ამ რეკომენდაციით, რომ მნიშვნელოვანია ექიმთან რეკომენდაცია. აუცილებელი რუტინული კვლევების სისტემატიური ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის დროს, თუ კი ვთქვათ, ამას ექიმი არ თვლის საჭიროდ. ამ თქვათ შესაბამისად მოსმენით არ არის ვთქვათ გარკვეული საშიშროება, თუ ვთქვათ ვირუსული ინფექციის მიმდინარეობა არის, ვთქვათ იმ რეკომენდაციებში, რომელიც შესაძლებელია რომ მიმდინარეობდეს, შეიძლება საჭიროც კი არ გახდეს აუცილებელი კვლევები. თუმცა, რა თქმა უნდა, ძირითადად მაინც მიმართლავთ ამ შემთხვევაში იყოს შეიძლება ლაბორატორიული, ეგრეთ წოდებული სისხლის საერთო ანალიზი, შეიძლება ეს იყოს ვთქვათ რენტგენოლოგიური კვლევაც და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველივე ეს მაინც აუცილებელია და სასურველია, რომ მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. ნუ ახლა შესაძლებელია აქვს თვეში ერთხელ და ეს გათვალისწინებულიც კი არის ბავშვებში, რომ ლაბორატორიული კვლევები უფრო მეტად იყოს, არა მარტო ვთქვათ ვირუსული ინფექციების მიმდინარეობის შესაფასებლად და ვთქვათ იმ პროცესში ბავშვის მდგომარეობის შეფასების კუთხით, არამედ ვთქვათ ეს იყოს ვთქვათ
აუცილებელი, თუნდაც იმ რკინა-დეფიციტური ანემიის პრობლემა არ მოხდეს, ან რკინის პრობლემა 6 თვის 1 წლის ასაკის ბავშვებში და ასე შემდგომ, მაგრამ ის რომ თქვათ აუცილებელია თუნდაც იმუნიზაციის წინ, ამ თქვათ ვირუსული ინფექციების მიმდინარეობის ყველა შემთხვევაში გარკვეული კვლევების ჩატარება ეს ნამდვილად აწარმოებს აუცილებლობას. იმუნიზაციის შემთხვევაში, როგორც ვიცით, არის მოსალოდნელი ტემპერატურის მატება. ხოლმე ასეთ შემთხვევაშიც შფოთავენ ხოლმე მშობლები თავისთავად და გონიათ რომ ის გართულება არის პირიქით ამ ყველაფრის, ხო? რამდენად სწორი არის ამგვარი დამოკიდებულება და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს? არ უნდა შეშინდნენ. არ უნდა შეშინდნენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმუნიზაცია ეს პირველი ალბათ ვიტყოდი მე ქიმთა რიგს მივეკუთვნები, რომელიც ძალიან დიდ პატივს ემს იმუნიზაციას, იმიტომ რომ იმუნიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის. იმუნიზაცია, ანუ ეს არის სავალდებულო აცრების კალენდარი, რომელსაც მიმართავთ ბავშვებისთვის აუცილებელ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თამდევი იყოს მცირედი გაღიზიანებაც, ტემპერატურის მაწეტევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა იმუნიზაციის ჩატარების დროს მშობელს ყოველთვის ეძლევა რეკომენდაცია, თქვა არის დღეს ბაზარზე საკმაოდ ბევრი გამოსაყენებელი ისეთი თქვა დამცავი საშუალებები, რომელიც ამ დროს შეიძლება გამოყენებული იქნას. ამიტომ რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, თუ კი ტემპერატურის აწევა ხდება გარკვეულ ზღვრამდე და მას არ ექვემდებარება ის დამწევ საშუალებებს და რა თქმა უნდა, თუ კი გაღიზიანებულია ბავშვი ძალიან და თქვა ის სხვა კლინიკური ნიშნები, რომლებიც არ იყო მანამდე, ამ შემთხვევაში სასურველია რომ იმართვენება ფონდეს ეკიპა. ქალბატონინო, აი რაც შეეხება კანის ინფექციურ დაავადებას. მუნს, რაზეც საბოლოო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად საუბრობს ჩვენი საზოგადოება. არის შემთხვევა, როდესაც ერევათ სხვა დაავადებაში, რომ აუხსნათ კარგად მაყურებელს პირველ რიგში რა არის მუნი, როგორი დაავადებაა და რა უნდა გაითვალისწინოთ, ბუნებრივია, ჩვენზე შემდეგ ვისაუბრებთ. მეც ვსაუბრობდი ჩემოსლამდე, როცა თქვენი პროდიუსერმა ამ საკითხზეც ვისაუბრეთ, აი ეს არ ვიცი როგორ, მაგრამ იმდენად დამთხოვით, მოხდა რომ ბოლო 2 დღეა რატომღაც სულ ამ საკითხზე მიწევს მშობლებთან საუბარი რატომღაც. მუნი ეს არის დაავადება, რომელიც პრაქტიკულად კონტაგიოზონური, ანუ გადამდები დაავადება, რომელიც გამოწვეული არის ეგრეთ წოდებული 8 ფეხა ტკიპას მეშვეობით, მდედრი ტკიპას მეშვეობით. ის არის დაახლოებით რძისფრიდან თეთრი ფერის ესეთი შეფარების გვარი ფორმის ტკიპა, რომელიც განაყოფიერების შემდგომ პრაქტიკულად მამრი იღუპება და მდედრი რჩება და როგორც კი ის კანის ზედაშრეში რქოვანაში შეიჭრება, ღრმად შედის, შესაბამისად იქ ახერხებს კვერცხის დადებას, უკვე ქმნის ხვრელებს, სადაც პრაქტიკულად ცხოვრობს, შემდეგ მისგან ახალი ლავრები გამოიჩეკება, რომელიც ამოდიან ზედაპირზე, ასევე ისე აგრძელება სიცოცხლის უნარიანობას ან სხვა ზედაპირზე, ან თქვათ შესაბამისად სხვა ადამიანის სხეულზე, ესე რომ ვთქვათ. განსაკუთრებულად საყურადღებოა, რომ ამ დაავადების, თქვათ, იმ პირველად ინფექცირების შემთხვევაში გამოვლინება, ის რაც კლინიკური ნიშნები აქვს ამ დაავადებას, ანუ ეს არის პარაზიტული დაავადება და გამოვლინება არის ქავილი ძლიერი და ასევე გამონაყარი. გამონაყარი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული, თქვათ, მწითელი ბუშტუკოვანიც, რომელიც თქვათ შეიძლება იყოს სითხით სავსე, შეიძლება იყოს დაახლოებით ნაკბენის, მწერის ნაკბენის ან ფორმის ანალოგიური. ასევე შეიძლება იყოს შემდგომ თქვათ ქართულების კუთხით ჩირქოვანი გამონაყარიც, მაგრამ აქვს განსაკუთრებული მიმდინარეობა, თქვათ გამონაყარი გარკვეულწილად ლოკალიზდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ძირითადად გვხდება თითებს შორის, ასევე წელის, საზრდულის არეებში, ხელის მოხრის ადგილებში უმეტესად, თუმცა ასევე გამოვლინება აქვს სხვადასხვანაირი ასაკობის მიხედვით. მაგალითად, თუ კი ჩვენ ჩვილ ბავშვებზე ვსაუბრობთ, შესაძლებელია იყოს კისერზეც და ვთქვათ თავის არეშიც. შესაბამისად, მე აღნიშნე რიცხვები, რომ დაახლოებით პირველად ინფექცირებიდან 2-დან 6 კვირა სჭირდება სწორედ ამ კლინიკური ნიშნების გამოვლინებას, თუმცა ვთქვათ მეორადად თუ მოხდა ინფექცირება, ანუ ვთქვათ, როდესაც უკვე დაავადების მხრივ ალაგებულია გამონაყარი და ქავილი და ვთქვათ, მთლიანად ჩატარებულია კურსი მკურნალობის, კიდევ აქ უკვე პირიქით ბევრად უფრო ადრე ხდება გამოვლინება ამ შემთხვევაში. ასევე მიმდინარეობს საინტერესოა იმ კუთხით, რომ თვითონ ადამიანის საცმელზეც კი ძალიან 2-3 დღე პრაქტიკულად სიცოცხლის უნარიანობას ტკიპა ინარჩუნებს. ეს უნდა გავმიჯნოთ, ალბათ არ არის ის ტკიპა, რომელიც ცხოველებისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის
პროცესით მიმდინარე. როგორ ხდება ეს ალბათ თავისთავად ეს შეხებით ხო და კონტაქტით ხდება პრაქტიკულად ძირითადად ხდება მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში. ეხლა ვთქვათ მსუბუქი კონტაქტის დროს, ანუ ვთქვათ რაღაც მოკლევადიანი გადახვევის, ან ვთქვათ ამ შემთხვევაში ურთიერთობის დროს ნაკლებად ხდება ძირითადად მჭიდრო კონტაქტის მქონე პირებთან. შეიძლება იყოს ოჯახის წევრები, ასევე ვთქვათ იგივე საბავშვო ბაღები, თუნდაც სკოლები, თავშესაფრები და ასე შემდგომ. და ეს გამოწვეულია იმით, რომ პირველად ვთქვათ გაზიარება ხდება საერთო საგნების. ну, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს იგივე ზეწარი, ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს თეთრეული ნებისმიერი იყოს ასევე და პირსახოცი, ასევე შესაძლებელია სათამაშოებიც კი, რომელზეც ასევე ვთქვათ 2 და 3 დღე შეიძლება რჩებოდეს ცოცხალ მდგომარეობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, შესაბამისად შემდგომი უკვე პრევენციული ღონისძიებების, ანუ სამკურნალო და როგორც პრევენციული ღონისძიებების მიმართვიანობა გამომდინარე ამ პრობლემასთან დაკავშირებით. როგორ ხდება დამუშავება, ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ეს ტანსაცმელი იქნება, ვთქვათ, ზეწარი თუ სათამაშოები და ასე შემდეგ ხომ გამოვლინდა ან სკოლაში ან ბაღში ან თუნდაც სახლში ხომ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს კი შეიძლება რა თქმა უნდა ყველა მაშინათვე გარეცხოს ეს ყველაფერი დაასტერილოს მაგრამ რამდენად სწორად კეთდება ეს ყველაფერი ეს სხვა საკითხია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გეთანხმებით. პირველი ალბათ ვიტყვით რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მკურნალობის კურსის ჩატარება, იმიტომ რომ ბავშვებში განსაკუთრებულად ხამით ხდება ქავილის მომატიანება და შესაძლებელია მან გამოიწვიოს ძილის რიტმის დარღვევა, გაღიზიანებადობა და კვებაზე უარი, რაც რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე მოგვარდება ეს პრობლემა, ბევრად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის და ასევე პირველი ნებისმიერი, ვთქვათ, საყოფაცხოვრება ამ შემთხვევაში რაც კი რეცხვას ექვემდებარება, ყველას გარეცხვა უნდა მოხდეს. თუ კი ვთქვათ, მიმართავთ სარეცხ მანქანაში 50 გრადუსზე მეტი და 10 და 20 წუთის მეტის განმავლობაში. დიახ, შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ, თუ კი მშრალი შრობის ფაქტორით ხდება ცხელი შრობით, ამ შემთხვევაში 20 წუთზე მეტი უნდა იყოს აუცილებლად. მნიშვნელოვანია რომ ნივთები, რომლებიც არ ექვემდებარება გარეცხვას, აუცილებლად ჰერმეტულად მოვათავსოთ პარკში, დახურული 3 დღე და მეტი, როცა მოხდეს გაუნებელყოფა ამ ტკიპების, შემდეგ გასუთავება და მიწოდება ამ საგნების ბავშვებისთვის, ასევე შესაძლებელია ტანსაცმელი დაექვემდებაროს ქიმწმენდას და ისეთი ადგილები, რბილი სავარძლები, ვთქვათ, სავარძლები, რომელთაც ვთქვათ, ბავშვის ტრანსპორტირება ხდება და ასე შემდეგ, მტვრერსასუტით დასუფთავდეს და შემდეგ გამოყენებული პარკი აუცილებლად უნდა მოხდეს გაუნებელყოფილი, რაც შეიძლება მალე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია ეს პროცესი, თუ კი ვთქვათ, ოჯახის პირობებში ხდება, თუნდაც ეს საბავშვო ბაღში ხდება, ახლო კონტაქტში პირებთან დაკავშირებითაც აუცილებლად სასურველია, რომ მოხდეს. შეიძლება მოვლას, როგორ ხდება მოვლა, ვთქვათ, აქ მედიკამენტოზური მკურნალობა საჭირო თუ როგორ უნდა მოვაროთ მსგავს პაციენტს. დღეს ბაზარზე საკმაოდ არის ამასთან დაკავშირებით, ვთქვათ, საჭირო, ძირითადად ეს შეიძლება იყოს კრემოვანი სახით, შეიძლება იყოს ლოსიონების სახით, ხო, ბაზარზე ძალიან ბევრი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამერიკის პედიატრიის აკადემია განსაკუთრებულად ყურადღებას აქცევს ასაკობრივ ჭრილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადად, ვთქვათ, იგივე კრემების გამოყენებას აქ მნიშვნელოვანია ექიმთან მიმართვიანობა, იმიტომ რომ პირველი, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ფასდება ეს პრობლემა და ზუსტად დიაგნოზის დასხმა, რომ ნამდვილად არის ამ შემთხვევაში მუნი, რა თქმა უნდა, კრემის გამოყენება შესაძლებელია და ხდება კისრიდან და ქვემო მიმართულებით, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვილ ბავშვებზე, აქ უკვე ლოკალურად იცვლება ამ შემთხვევაში, თუმცა ერთს ვიტყოდი მაინც აუცილებლად მოსახლეობისთვის რეკომენდაციას, რომ არ უნდა მოხვდეს მსგავსი ნივთიერებები პირის ღრუსთან და თვალის არესთან მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია შემდგომ ის რჩება, რა თქმა უნდა, სადღაც 8-14 საათის მანძილზე და ჩამობანა ხდება, მაგრამ არის ერთი ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი დეტალი, რომ თავისუფლად შესაძლებელია, რომ თქვა გაუნებელყოფა მოხდეს და ამ შემთხვევაში მოცილება მტკიპების, მაგრამ ის კვერცხი, რომელიც რჩება ჯერ კიდე კანქვეშ, შეიძლება მისი ლარვების გამოჩეკა მოხდეს და ამოსვლა კანის ზედაპირზე და ამ შემთხვევაში განმეორებითი მკურნალობის ჩატარება იყოს აუცილებელი დაახლოებით 1-2 კვირის შემდგომ. ამიტომ კი,
პრაქტიკულად რეკომენდაციებში სადაც არ უნდა ვნახოთ ძირითადად თქვა მკურნალობის პირველადი მნიშვნელოვანი ეტაპის ჩატარების შემდგომ არის ნებადართული რომ თქვა 24 საათის დაყოვნების შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენ სამსახურებულ მდგომარეობას და ასე შემდგომ, მაგრამ თუმცა ალბათ თუ კი ჩვენ ბაღებზე ვსაუბრობთ, სკოლებზე ამ შემთხვევაში ალბათ მინდა თხოვნის სახით თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა და მშობელმა შეამჩნია, აუცილებლად თუნდაც მას ჩატარებული მქონდეს პირველადი მკურნალობის ეტაპი, აუცილებლად ინფორმაცია მიწოდებული იქნეს ბაღის თუ სკოლის ადმინისტრაციასთან, რომ მაქსიმალურად მაინც მისი ნივთების გაზიარება არ მოხდეს ბავშვს. ხანგრძლივობა რამდენია თვითონ თქვა აი ამ გამოვლინების, იმიტომ რომ თუ თქვა ერთ ბავშვს დაუფიქსირდა თავისთავად მოსალოდნელია რომ მეორესაც გადაედოს, როგორც ოჯახში, ასევე სხვა სასწავლო დაწესებულებებში. გამოვლინების კუთხით რამდენ ხანში ვლინდება, როგორია თვითონ ხანგრძლივობა მკურნალობის და თავისთავად ასევე გართულებებზეც უნდა ვისაუბროთ. კი, ძალიან კარგი კითხვა. პირველად ინფიცირებიდან, ანუ როგორც აღნიშნეთ, დაახლოებით 2-დან 6 კვირამდე შესაძლებელია მოხდეს იმ კლინიკური ნიშნების გამოვლინება, როგორიც არის ქავილი და ასევე გამონაყარი და პრაქტიკულად ერთ შესამჩნევ კლინიკურ ნიშანსაც ვიტყოდი, როდესაც ისინი პრაქტიკულად კვერცხდებენ, აკეთებენ გარკვეულ ხრნულებს და ძირითადად ჩვენ გვაქვს გამონაყარი ამობურცული სახით დაახლოებით წითელი ხაზოვანი. როცა თეთრი კანის მქონე ადამიანებს ვთქვათ მკვეთრად თეთრი ფერის ეს შეიმჩნევა დაახლოებით მუქი წითელი სახით, ხოლო მუქი კანის ფერის მქონეს კანი უფრო მუქია ვიდრე ვთქვათ შესამჩნევად ეს გამონაყარი. თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ შესაძლებელი ამ შემთხვევაში მე იმიტომ ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში მკურნალობის თვითნებურად ჩატარება არ არის სწორის, იმიტომ რომ შესაძლებლად ქავილის დროს შეიძლება დაზიანდეს კანის მთლიანობა, მოხდეს ბაქტერიის შეჭრა, ჩირქოვანი, ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩირქოვანი გამონადინიც კი გქონდეს ამ ადგილებში ბავშვებისთვის და დაზიანება, ვთქვათ, ანთებითი დაზიანებები, ამიტომ შესაძლებელია, რომ უკვე ანტიბიოტიკების ჩართულობაც კი გახდეს აუცილებელი. შეიძლება, ვთქვათ, ექიმმა მიიჩნიოს, რომ ვთქვათ, ანტიჰისტამინური და ვთქვათ, სხვა მსგავსი პრეპარატების ჩართულობა, ამიტომ აქ აუცილებელია, რომ რეკომენდაცია გავლილი იყოს ექიმთან, მით უფრო რომ დღეს უკვე ეს დაავადება არ ითვლება როგორც ადრე, ვთქვათ, წლების წინ, რომ ეს არის დაკავშირებული მხოლოდ ამ შემთხვევაში არასისუფთავესთან, ესე რომ ვთქვათ, ამიტომ პრაქტიკულად ეს მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ეტაპია. რაც შეეხება მკურნალობას, რაც თქვენ ბრძანეთ, რა თქმა უნდა, პირველივე კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე შესაძლებელია, რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, 24 საათში ძირითადი ალაგება, თუმცა განმეორებითი 1-2 კვირის მანძილზე, 1-2 კვირის მანძილზე ისევ საჭირო გახდეს და ვისურვებდი, რომ მეორადი ინფიცირება ეს ნაკლებად ხონდეს ეს შემთხვევა. ძალიან დიდი მადლობა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის. ჩვენთან მოგზაურობის დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პედიატრი ქალბატონი ნინო თოთაძე.